სოფელი ველისციხე შესაძლოა მთლიანად დაიტბოროს. შერემის წყალსაცავის დაზიანების გამო ამ დრომდე რეალურია საფრთხე წყლის ჭარბინაკადის გადმოსვლის შედეგად 600 კომლიანი დასახლება განადგურდეს. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე რაიონში არიან ჩასულები მმართველები და გეოლოგები. შექმნილია სპეციალური შტაბიც, რომელიც არსებული სიტუაციიდან გამოსავალი საბოლოო ვარიანტს ამუშავებს. სპეციალური სამსახურები მზად არიან მორიგი ევაკუაციის განხორციელებისთვისაც. ეს ფოტომასალა ჭერმის ტბაზეა გადაღებული. კადრებში კარგად ჩანს წყალსაცავის დაზიანებული ჯებირი, რომლის გამონგრევის შემთხვევაში სოფელ ველისციხეს მთლიანად წყალი დაფარავს. ტბა, რომელიც სოფელ ველისციხეს საფრთხეს უქმნის, ამ ადგილიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. ჭერმის წყალსაცავიდან წყლის გადმოსვლის შემთხვევაში ამ ხევის გავლით სოფელი ველისციხე შეიძლება მთლიანად დაიტბოროს. ჭერმის წყალსაცავის ადიდება მერწყლის შედეგად წყლის გამშვები არხის ჩანგრევამ გამოიწვია. ტბის ძირზე დაყენებული წყლის გამშვები მთლიანად ამორტიზირებულია, რის გამოც წყალსაცავიდან წყალი ვეღარ გაედინება. წყლის დონის მატება გადაუღებელმა წვიმებმაც გამოიწვია. ყოველ წუთას ველოდებით, რომ გვეტყვიან გადითო სახლებიდანო და ვაბარგებთ ბავშვებისთვის წასაცმელს, რომ სადმე თავის შევაფაროთ. სოფელ ველისციხეში მოსახლეობა სახლების დატოვებას ყოველ წუთს ელოდება. ჭერმის წყალსაცავის დაზიანების გამო მილიონმა კუბურმა წყალმა შესაძლოა დაზიანებული კედელი გაანგრიოს და სოფელს შეუტიოს. საფრთხიდან გამომდინარე ველისციხიდან 700 ადამიანის ევაკუაცია გვიან ღამით განხორციელდა. ადგილობრივთა ნაწილი სახლებს დღეს შუადღე დაუბრუნდა. სახლების ნაწილი კი კვლავ ცარიელია. სოფლის დასწრის დროს ერთ-ერთი ქალბატონი ინსულტით გარდაიცვალა. ადგილობრივებს პირუტყვის საძოვრებზე გახისვნაც მოუხდათ. ძალიან შემეშინდა, რომ პატრულმა დაიარა და თქვა, რომ სახლები დატოვეთ და ცენტრისკენ წამოდითო. ჩვენც ასე მოვიქეთით, პაპა მანქანაში ჩაგვსხა და წავედით. მე ახლობელთან გავატარეთ ღამე. ველისციხელები ამბობენ, რომ სტიქიის საფრთხე სოფელში ბოლო რამოდენიმე ათეული წელია არ ყოფილა. ადგილობრივები იხსენებენ, რომ წარსულში ჭერმის ხევის ადიდებამ სოფელს უმძიმესი შედეგები მოუტანა. თუმცა ახლა საფრთხიდან გამომდინარე ევაკუაცია დროულად მოხერხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა, რეგიონული მართვის, იუსტიციის და გარემოს დაცვის მინისტრები. ჩამოიარა ხევმა, აქეთ არც იყო ალბათ იმ დროის მაცხოვრებელი. აკუნიანი ბავშვი, აკუნები გაიტანა სახლიდან, საქონელი, რა ვიცი, ესეთი რაღაცები ყოფილა. თელ სოფლაზეც კი გადასულა. გადაუვლია წყალს და აი მარცხენა მხარეს არის მინდვრები, წალამურებს ეძახიან, რომელიც წალამა აი ამ ჭერმის ხევის წყალმა. სოფელზე გადაიარა და გადავიდა მარცხენა მხარეს. ჭერმის ტბაზე სარემონტო სამუშაოები მთელი დღე მიმდინარეობდა. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მმართველებმა და გეოლოგებმა ტბის დაცლის ორი ვარიანტი შეიმუშავეს. ტბის სარქველის გასუფთავება და ახალი არხის გაჭრა, საიდანაც ჭარბი წყალი უნდა დაიცალოს. აქ გაკეთდება ძაბრი და შესაბამისად დიდი დიამეტრის მილით მოხდება მისი დაცლა. არსებობს მეორე ვარიანტი, რომ ამას გააჩნია თავისივე დამცლელი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ზედმეტ წყალს ადენდა, ანუ იცლებოდა და ის არის დაზიანებული და გაჭედილი. ეს დილიდან მიმდინარეობს დაზვერვის სამუშაოები, რათა აცილებული იქნეს საფრთხე, მოსალოდნელი საფრთხე, თუ ეს განვითარდება, მაგრამ იმედს ვიტოვებთ იმისას, რომ ეს პროცესი არ განვითარდება. ჭერმის ტბა საირიგაციო სისტემის მოსამარაგებლად 1992 წელს ხელოვნურად გაშენდა. წყალსაცავი, რომელიც ველისციხეს დატბორის საფრთხეს უქმნის, 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და 28 მეტრის სიღრმისაა. სწორედ ამ ტბიდან მარაგდება სასმელი წყლით ველისციხე და მიმდებარე სოფლები. და რა ხდება ამ წუთებში ველისციხეში, რა საფრთხის წინაშეა მოსახლეობა და რა საცხადებენ ოფიციალური პირები. ჩვენი კორესპონდენტი ლევან ჩხაიძე მუშაობს ველისციხეში და პირდაპირ ეთერში გვერდება ახლა ის. ლევან, გისმენთ? უკვე 3 საათია ჭერემის ტბაზე კოკისპირული წვიმაა, რაც სამუშაოებს მნიშვნელოვნად აფერხებს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დღეს გვიან ღამით მოხერხდება სიტუაციის ლოკალიზება. რაც შეეხება ველისციხეში არსებულ მდგომარეობას, აქ შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თათბირი და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობა, რომელიც ხევის პირას ცხოვრობს, დროებით იქნა სფინებიდან გაყვანილი. პროცესს აკონტროლებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ერთად და მოსახლეობა დროებით არის საცხოვრებელი ბინებიდან ევაკუირებული, თუმცა სამხარეო ადმინისტრაციაში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აცხადებენ, რომ ყველა საჭირო საკითხი იქნება მოგვარებული და დღეს სავარაუდოდ ვარაუდობენ, რომ გვიან ღამით იქნება ეს პრობლემა გადაჭრილი.
ადგილზე ჭერმის ტბა სადაც მდებარეობს არის ძლიერი წვიმა, მაგრამ მიუხედავად ამისა სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები არ არის დამთავრებული. ჩვენ დამატებით მასალებს მივაწვდით ახლა ადგილზე იმ მობილურ ჯგუფს, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს. უახლოეს პერიოდში გვეცოდინება დამატებითი ინფორმაცია. ამ წუთებისთვის მოსახლეობისგან ისევ გამონთავისუფლებულია საცხოვრებელი სახლები და მოსახლეობას როდის უნდა დაბრუნდნენ ისინი საკუთარ სახლებში უახლოეს პერიოდში მივაწვდით. მე სახლი რაჩი მაიღოს შვილები მყავდეს კარგად და სულ სახსა დავტოვებ და კარსა დავტოვებ რომ გავიდე აქედან. სხვა არაფერი არ გვაინდა, აი ბიჭები აქ აყვენან პოლიცია თელი ღამე ჩვენ გვერდზე დგა თელი დღე რომელებიც უშუალობას არ გვიქმნიან რომ გავიდეთ რა. პატივს აღწევენ, ვებსახურებიან და დიდი მადლობელი ვართ თავრობისაც და ამ ხალხისაც. ველიციხეში შექმნილ საგანგებო შტაბში რამდენიმე წუთში ელოდებიან ცოცხალ ძალას და ასევე სამშენებლო მასალებს, რომელიც გაგზავნილი იქნება ჭერემის ტბაზე. ადგილზე იმყოფებიან კახეთის სამხარეო რწმუნებული გიორგი ღვინიაშვილი და ასევე ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი.